დაჩაგრული იაპონელი, რომელიც შედარებით ნაკლებად იყიდება. დღეს ჩვენ Mitsubishi Outlander-ზე ვისაუბრებთ. პირველი Outlander-ი 2001 წელს გამოჩნდა. მას მაშინვე გამოუჩნდნენ მოყვარულები. Mitsubishi ამ მოდელს წლიდან წლამდე ანვითარებდა და დღემდე ეს Mitsubishi-ის საკვანძო მოდელად ითვლება. იმისთვის, რომ Outlander-ი მორგებოდა ყველა სახის მყიდველს, მათ 2010 წელს გამოუშვეს Outlander-ის პატარა ვერსია, რომელსაც Outlander Sport დაარქვეს. მიუხედავად სახელისა, ეს ორი მოდელი რადიკალურად განსხვავდება ერთმანეთისგან. Sport-ი ბევრად უხეში და ბრაგუნაა, ვიდრე ჩვეულებრივი Outlander-ი. მიუხედავად ამისა, Outlander Sport-ი ბევრად დიდი რაოდენობით გაიყიდა, ვიდრე ჩვეულებრივი ვერსია. ეს კი მისი მიმზიდველი დიზაინის დამსახურება. სადაც სხვაობა ნამდვილად არ არის, ეს სალონია. ორივე ვერსიის სალონი მოძველებული და ულამაზოა. სავარძლები მოუხერხებელი. ორივეგან გამოყენებულია დაბალი ხარისხის მასალები, რაც Outlander-ის სალონს კიდევ უფრო ცუდს ხდის. მდგომარეობა რადიკალურად შეიცვალა Outlander-ის ახალ მოდელთან ერთად 2021 წლიდან. ავტომობილი ბევრად ლამაზი გახდა როგორც გარედან, ასევე შიგნიდანაც. ახალ Outlander-ებს სალონი ბევრად გემოვნებიანად არის დახატული. სავარძლებიც ბევრად კომფორტული გახდა, ხოლო გამოყენებული მასალები კი ბევრად ხარისხიანი. რაც შეეხება ხმის იზოლაციას, ის ნებისმიერ თაობაში Outlander-ში ბევრად უკეთესი იყო, ვიდრე Outlander Sport-ში. Outlander-ის სავალი ნაწილი ნებისმიერ თაობაში ძალიან გამძლე და უპრობლემოა. გათვლილია ცუდ გზებზე და არ საჭიროებს ფრთხილ ექსპლუატაციას. Outlander-ი ძალიან კარგია გამოვლობაშიც. რა თქმა უნდა, ეს მოდელები off-road-ისთვის არაა განკუთვნილი, თუმცა არც ერთ უგზოებაზე ის თქვენ არ შეგარცხვენთ. როგორც ბოლო დროს იაპონურ ავტომწარმოებლებს ჩვევია, Outlander-იც არ გამოირჩევა გადაცემათა კოლოფების მრავალფეროვნებით. 2012 წლიდან ორივე Outlander-ი აღჭურვილია ჯატკოს ვარიატორის ტიპის გადაცემათა კოლოფებით და 6-ჩქარიანი მექანიკით. მექანიკური გადაცემათა კოლოფიც კომპანია ჯატკოს მიერაა შექმნილი და ის საოცრად განძლია. რაც შეეხება ვარიატორს, ჯატკოს ვარიატორებს ჩვენ ძირითადად ვიცნობთ Nissan-ის ავტომობილებიდან, თუმცა ამ კომპანიას აქვს შექმნილი როგორც წარუმატებელი, ასევე წარმატებული ვარიატორებიც. სწორედ ერთ-ერთი მათგანია Outlander-შიც. 2012-დან 2016 წლის ჩათვლით Outlander-ში ვარიატორის საშუალო რესურსი 250.000 კილომეტრია. ამ გარბენამდეც ეს გადაცემათა კოლოფი მხოლოდ სწორი ექსპლუატაციის შედეგად ადის. თუმცა 2016 წლის მეორე ნახევრიდან Outlander-მა მიიღო უკვე განახლებული ვარიატორი, რომელთა რესურსიც მინიმუმ 300.000 კილომეტრია, ხოლო სწორი ექსპლუატაციის შემთხვევაში კი მან შეიძლება 400.000 კილომეტრიც გაიაროს. Outlander-ის დიზელის ვერსიებში კი თქვენ შეხვდებით ჯატკოს კლასიკურ 6-ჩქარიან ავტომატიკას. ეს გადაცემათა კოლოფი არის საოცრად გამძლე და სრულიად უპრობლემო. მხოლოდ ზეთის დროული შეცვლით მისთვის 900,000 კილომეტრის გავლა არაფერია. სამწუხაროდ ეს გადაცემათა კოლოფი წყვილშია მხოლოდ Outlander-ის დიზელის ვერსიასთან და 3.0 ბენზინის ძრავთან ერთად, რომელზედაც მალე ვისაუბრებთ. Outlander-ის ყველაზე გავრცელებული ძრავები ეს Miwek-ის 2.0 და 2.4 ატმოსფერული ძრავებია. ორივე ძრავი იდენტურია. ისინი მხოლოდ კუბატურით განსხვავდებიან ერთმანეთისგან. ორივე მათგანი ძალიან გამძლე და სრულიად უპრობლემოა. მათი ძრავის ჯაჭვის რესურსი მინიმუმ 300.000 კილომეტრია. ხოლო თუ თქვენ ამ ყველაფერს დროულად შეცვლით, ამ ძრავის რესურსი ნამდვილად გაგავოცებთ. 2.0 ძრავით Outlander-ის წვა ქალაქში 12 ლიტრს შეადგენს, ხოლო 2.4 ძრავით კი 13 ლიტრს. 2021 წლიდან კი Mitsubishi შეძლეს და Outlander-ის წვა ქალაქში 10 ლიტრამდე ჩამოიყვანეს. Outlander-ს ასევე შეხვდებით 3.0 ბენზინის ატმოსფერული ძრავით. 2016 წლამდე ამ ძრავის მთავარი პრობლემა ცენტრალური ღერძი, ეგრეთ წოდებული ლივლივა იყო. ის ძალიან მალე გამოდიოდა მწყობრიდან და იწვევდა ძრავის სრულ განადგურებას. 2016 წლიდან ეს პრობლემა სრულიად გამოასწორეს, თუმცა განახლებულ 3.0 ძრავებს ახალი პრობლემები აღმოაჩნდათ.
ეს სუსტი ზეთის ტუმბო იყო, რომელიც სრულფასოვნად ვერ აწვდიდა ძრავს ზეთს, საბოლოო ჯამში კი სრულიად გამოდიოდა მწყობრიდან, რაც ასევე იწვევდა ძრავის სრულ განადგურებას. 2021 წლიდან ეს ძრავი ამოიღეს აუთლანდერებიდან. მისით კი აუთლანდერის წვა ქალაქში 17 ლიტრს შეადგენდა. ყველაზე საინტერესო ჰიბრიდული აუთლანდერის ვერსიაა. მიუხედავად იმისა, რომ ჰიბრიდული აუთლანდერი ძალიან ცოტა გაიყიდა, ეს რეალურად საკმაოდ კარგი ავტომობილებია. 2.4 ძალიან გამძლეძრავი, ახალი თაობის ვარიატორი და Toyota-სგან განსხვავებით ლითიუმის ელემენტებით აღჭურვილ აუთლანდერს ჯერჯერობით არანაირი სისუსტე არ გამოუვლენია. ის საკმაოდ გამძლე და მუშა ავტომობილია. ესეთი აუთლანდერის წვა კი ქალაქში 7 ლიტრს შეადგენს. აუთლანდერის ევროპულ ვერსიებში ხშირად შეხვდებით 2.2 ტურბო დიზელის ვერსიას, რომელიც შეიქმნა Mitsubishi-ს და Peugeot-ს ერთობლივი თანამშრომლობის შედეგად. ეს არის საოცრად გამძლე ძრავი, რომლის რესურსის თქმაც კი შეუძლებელია. მას არანაირი პრობლემები არ აწუხებს და ერთგულად ემსახურება მის მფლობელს. ამ ძრავით აუთლანდერის წვა ქალაქში 9 ლიტრს შეადგენს. ზოგადად კომპანია Mitsubishi-ს ყველაზე კარგი თვისება ის არის, რომ ყოველ რესტაილინგთან ერთად აგვარებენ არსებულ პრობლემებს და არ ხუჭავენ მათზე თვალს. მათ 2016 წელს განაახლეს ყველა ძრავი და გადაცემათა კოლოფი, ხოლო შემდეგი განახლება უკვე 2021 წლიდან მოხდა და ყოველ ამ განახლებებში, ძრავებშიც და გადაცემათა კოლოფებშიც მხოლოდ გაუმჯობესებისკენ დგამდნენ აბეჭდს. მოდით გავაკეთოთ დასკვნა. თუ თქვენ ეძებთ პატარა ზომის თანამედროვე SUV-ს ან საშუალო ზომის ჯიპს, რომელიც ზედმეტი ხარჯების გარეშე ერთგულად მოგემსახურებათ, მაშინ აუთლანდერი ძალიან კარგი არჩევანია. TL Group-ი უწევს რეკომენდაციას Mitsubishi Outlanders მხოლოდ 2016 წლის მეორე ნახევრიდან ნებისმიერი ძრავით გარდა 3.0 ბენზინისა. ეხლა უკვე ავტომობილები შეგიძლიათ TL Group წერტილი G-ზე დაათვალიეროთ. ამერიკიდან, კორეიდან და ჩინეთიდან. ამერიკაზე დაჭერისას თქვენ ძალიან მარტივად შეძლებთ შეარჩიოთ ავტომობილები ამერიკის აუქციონებზე. ასევე აქვე გაქვთ ტრანსპორტირების ფასები ამერიკის ყველა ლოკაციიდან. თქვენ წინასწარ იცით რა დაგიჯდება ტრანსპორტირების ფასი თქვენს მიერ შერჩეულ ავტომობილზე. აქ ყველაფერი მაქსიმალურად გამჭვირვალეა. კორეაზე დაჭერისას თქვენ შეგიძლიათ დაათვალიეროთ შიდა ბაზრისთვის განკუთვნილი უამრავი დაუზიანებელი ავტომობილი, ხოლო ტრანსპორტირების კალკულატორის მეშვეობით შეგიძლიათ გამოითვალოთ სრული ხარჯი საქართველომდე, ყველანაირი ზედმეტი დანამატის და გზაში გაძვირების გარეშე. ავტომობილის შერჩევის შემდეგ დაუკავშირდით ჩვენი მენეჯერებიდან ერთ-ერთ მითითებულ ნომერზე. თქვენ სამი ავტომობილის შემოწმება გექნებათ სრულიად უფასო და რა თქმა უნდა გარანტია გარბენზე. ჩინეთზე დაჭერისას თქვენ შეძლებთ დაათვალიეროთ ახალი ჩინური ელექტროავტომობილების კატალოგი და ასევე გამოითვალოთ სრული ხარჯი საქართველომდე. მეორადი ვერსიების სანახავად კი დაუკავშირდით ჩვენს მენეჯერებს. TL Group-ი არ არის უბრალო ავტოიმპორტიორი კომპანია.
ჩვენ გირჩევთ, რომელი ავტომობილია საუკეთესო თქვენს ბიუჯეტში და რომელი ძრავით. თუ ავტომობილი დაზიანებულია, ჩვენ მაქსიმალური სიზუსტით გითვლით შეკეთების ხარჯებს. ასევე შეგიძლიათ დაზიანებული ავტომობილი ჩაგვაბაროთ და უმოკლეს დროში მას შეკეთებულს დაგიბრუნებთ. ჩვენთან ასევე შეგიძლიათ ისარგებლოთ გრძელვადიანი ლიზინგის საუკეთესო პირობებით. ჩვენ დღემდე ვინარჩუნებთ ყველაზე სანდო კომპანიის სახელს საქართველოში. ოცნებები ხდება ჩვენთან ერთად. TL Group